მე ვარ საბა ჩეჩუა, 13 წლის სამტრედიიდან. ოჯახში ვცხოვრობთ მამა, დედა, ჩემი ორი ძმა და მე. დედა არის მუსიკის მასწავლებელი და ხშირად მავარჯიშებს ხოლმე. ფაქტორი დაიწყო ძალიან გამიხარდა. სულ მინდოდა რომ ასეთ დიდ კონკურსში მივიღო მონაწილეობა. არ ერთადერთი შემსრულებელი, ვისაც აი ამ სკამს დაუთმობ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ და ასევე იმის იმედიც მაქვს, რომ არა მარტო სამტრედიაში, არამედ მთელ საქართველოში ხალხი გამისმის და ასევე შემიყვანოს. To do, but like what you like. Got to be wholesome, might be lonesome, some a little bit of shy. Why don't you like me? Won't you like me without making me try? I try to be like Grace Kelly, but I will look what you said. So I tried the little Freddy. I'm gonna eat dancing in a bed. Satisfy yourself, hey. But you only once for everybody else's you should want. You want. I can be bound, I can be blue, I can be wild and scared, I can be happy, I can be bad, but I can be anything on a line. შენ ხარ არაჩვეულებრივი ბავშვი, მართლა. ყოჩა. მიუხედავად თავისი ასაკისა, აი ამ გლებს შორის არის ყველაზე პატარები რო არიან. აი ყველაზე პატარა მგელია და აი რო ამოვა ახლა კბილები ისეთ ძალიან დიდი კონკურენტია აი ამ ადამიანებისთვის. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ საბა და მე ვამაყობ შენ. ვამაყობ. საბა, შენი შესრულება დღევანდელი ძალიან კარგი იყო, მაგრამ აი მაგრამ რა. არა, იყო მართალი ხარ, მაგრამ იყო. ძალიან შესრულება იყო, მაგრამ იყო. ერთმანეთს დაეთანხმნენ გიორგი და სტეფანი. სასწაული მოხდა. იყო ნამდვილად, მაგრამ და სტეფანეც მეთანხმება ამაში, იმიტომ რომ შენ ხარ მეც ვეთანხმებით ჩემს კოლეგებს გენიოსი, მაგრამ რამდენად მზად ხარ შენ იმისთვის, რომ მოასწრო ამ გენიოსობის აქ გამოჩენა და შემდეგ როდესაც გადავალთ ჩვენ ლაივ კონცერტებზე, ყოველკვირა ახალი სიმღერის მომზადება და შენი ახალი ასპექტის მომზადება უნდა. გენიოსი არც ერთ ჩვენ გენიოსია თავისი მონაცემებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას ასაკი ამაში ცოტა უშლის ხელს, მას ჩემი აზრით გაუჭირდება ყოველკვირა ახალი სიმღერის მომზადება და ამ მგლებთან ბრძოლა. არა, მე ვფიქრობ, მაგრამ ეს სიმღერა გელია, რომელიც პირველი გახდება მე ნებისმიერ შეჭამს არა მარტო ბიჭების კატეგორიაში, ნებისმიერ კატეგორიაში მე ვთვლი, რომ ნებისმიერ შეჭამს. ამ ბავშვს სერიოზული მონაცემები აქვს, ძალიან სერიოზული. ეს ის მგელია, რომელსაც ყველაზე მეტი დაპირისპირება გამოიწვია ჟიურიში და ეხლა კი არის ზუსტად გადაწყვეტილების დრო. გიორგი, შენ უნდა გითხრა, საბა პროექტში რჩება თუ მიდის სახში? აი ეხლა იწყება გართობა, თავდავიწყება და ადრენალინი. საბა. და
და ეხლა კი არის ზუსტად გადაწყვეტილების დრო. გიორგი, შენ უნდა გითხრა, საბა პროექტი რჩება თუ მიდის სახში? აი ეხლა იწყება გართობა, თავდავიწყება და ადრენალინი. საბა. შეგაგდოთ მგლებში? მზად ხარ? მე მზად ვარ ცოლისთვის, მართლა მზად. შენ რადგან ასე გინდა მე შეგაგდებ, მე არ მაქვს პრობლემა. შენ ხარ მგლებში ერთ-ერთი. მაგრამ ცოტა ხანი ჩვენთან დარჩი მე გილოცა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. იმ შემთხვევაში რომ საბა დაждდეს, სკამზე ვიღაცამ უნდა დატოვოს. უნდა მოხდეს ჩანაცვლება. სკამებზე სხედან მიხეილ გოლდმანი, მიშა ელიავა, ანრი ღუდუშაური, დავით ადამაშვილი. ამ 4 ჩამოთვლილი კონკურსანტიდან რომელი დატოვებს პროექტს? კბილებს ვილესო, ხო ხედავ? გიო, როგორ ნერვიულობ. კარგით, მე მივიღე გადაწყვეტილება. მე სახლში ვუშვებ სტეფანეს. ეს კამები არ ყოფილი სტეფანე და მე მახსოვს შენ კასტინგის დროს თქვი რომ მზად იყავი დაგეთმო სკამი თუ საჭირო იქნებოდა საბასთვის და მე მგონი დადგა დრო შეასრულო ეს დანაპირები. მოდი საბა. შენ სტეფანეს ვემშვიდობებით. ხო, ეგრე არის. ვემშვიდობებით სტეფანეს, ხო გავაცილოთ. ეკი შემდეგი კონკურსანტი. მოვიშორე, თავიდან ძლივს. მოდი, მე გაგიცნი, სტეფანე. კარგად, სტეფანე. სტეფანე, იქიდანაც არის გასასვლელი, აქედანაც. აი, შეშელოთ. მოდი გვერდი დაჭექით ბარემ, იმიტომ რომ მე ვერ გაგაშველებ თქვენ. თქვი ახლა საბა უკვე დარჩენილი. კარგი, მოდი საბა დაპროვა. არქა შენ თუ გინდა რომ არ გაგიშვან სახში მართლა. კარგი, ახლა სერიოზულად. თული გადაწყვეტილება აქვს მისაღები. მე პირდაპირ გეტყვით რომ ნერვიულობს, ნახე გიორგი, ცხელებს ესეშვება, ნერვიულობს, აღმოჩნდა რომ მაინც ნერვიულობს. პირდაპირ გეტყვით რომ მე ვაპირებ 2 მიხეილიდან ერთ-ერთის გაშვებას. 2 მიხეილიდან. მიხეილ გოლდმანი და მიშა ელიავა. ამ 2 მიხეილიდან რომელიც წავა სახში გიორგი. სახში მიდის მიხეილ გოლდმანი. სამწუხაროდ ვემშვიდობებით მიხეილს დავაცილოთ აპლოდისმენტებით ეს ადამიანი. ასეთია მენტორის გადაწყვეტილება.